დღეს დავუსრულებთ ჯეტია ხუთი და მითი ნომერი პირველი. C4-ის აფეთქება შეგვიძლია ნაჯახით. გაგიჟდა ეს ბიჭი, რას აკეთებს? ოკეი, მივამაგრეთ C4 ავიღეთ ნაჯახი და ვახარა. ძალიან ზევით მომივიდა ნაჯახის კი არა და C4-ის მიმაგრება ერთ წამი. არა, ერთ წამი. ოპა! ეს მითი როგორც ჩანს მართალია და ავიყვანთ ეს 10000 ლაიქზე დააჭერეთ და აბლა წითელ subscribe ღილაკს. ჯეტია ხუთი პოლიცია არ აგეკიდება თუ მის წინ უბრალოდ იარაღით ხელში დადიხარა. ანუ უბრალოდ უნდა გავისროლოთ რა, პროსტა იარაღით ხელში თუ ვიდეკით. მის წინ არაფერს არ გვეტყვის. კაი, აბა ერთი გავტესტოთ წესით ეს მითი მცდარი უნდა იყოს, იმიტომ რომ ხო არ გადავ იარაღით ხელში თქვა რა მის წინ და არაფერს არ იცახის. რაზ მკახა ბიჭო აქ? ანუ აქ ეხა რამე უცნაურობას ვერ ხედავ? ვერა. ეხა ვაღარ არა. აი რა მინდოდა ხო არ მეკიდებოდა ვიყავი ჩემთვის არა ეს არის ბიჭო აი რო არ გასვენებს გამჩენი ხო ხდებით და სანამ მომდევნო მიწა გადავალ გეტყვით რომ დღევანდელი მითების წარმოდგენია ჯიჯი დროპი თუ სისხლზე გადაეული კვალს დატოვებ ანუ თუ სისხლში გავული წესით ჩვენ ფეხსაცმელება უნდა დატოვოს კვალი და ბოდიშიც სისხლი მოგსაშოვნე მიდი ახლა გავუშვი სისხლი ტყუილად ხო არ გავუშვა სისხლი ძალიან კაი გადავიაროთ ახლა სისხლზე აი ესე კაი გუბი არ დგას, მაგრამ არა, ეს მითი მართალია ზმო, აი ჩვენო ფეხსაცმელებმა კვალი დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტიდან სუფთად ვერ გავალთ რა. გადაო, მართლა ტოვებ ჩაუბრალოდ კვალს და აქ დავხატოთ ახლა subscribe. არ ვიცი, მაგრამ დააჭერეთ subscribe ღილაკს, ავიდეთ ამ არხზე 150000 გავამწერზე. ახსენდი ჯიჯი დროპი აღწერაში მდებარე ლინკზე, სადაც დაგხვდებათ ბევრი кейსები სხვადასხვა და საუკეთესო ფასში. ასევე აქვე შეძლებს სკინების გაუმჯობესებას და თუ ეხლავე გადახოთ აღწერაში მდებარე ლინკს და გაივლით რეგისტრაციას, პრომოკოდი AMIGOS გამოყენების შემთხვევაში პირველივე დეპოზიტზე მიიღებთ 11%-იან ბონუსს. ჯიჯი დროპი არის ჩვენი ვიდეოს წარმოდგენი, ამიტომ არ გაუშვა შანსი რომ გამოიყენო პრომოკოდი AMIGO. სახანძრო მილის გახეთქვა შეგვიძლია ნაჯახით, რაც ბიჭო, კიდე სისხლი მოქვს ფეხებზე რა იყო, ძმა ეს აღარ გადის? ამოუწურავი მითი ყოფილა ის წინ. კაი, აბა ვცადოთ. ცოტა ურტყათ, კაია, კარგად ურტყავს ფრანკლინი ნაჯახს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფელში შეშას მშვენივრად დაჩეხავს, მაგრამ ეს მითი როგორც ჩანს მცდარია, იმიტომ რომ 2 საათი ურტყით და გაფუჭდა ნაჯახი და არაფერს არ შვება. მიდი ბიჭო, მოიძლიერა და არტყი. მე გადავები ფრანკლინ. ეს მითი როგორც ჩანს მცდარია. თუ ჩაგეტილი მანქანის კარს ვესვრით, უბრალოდ ჩუშას ვესვრით და ჩავამტვრევთ, კარი ავტომატურად გაიღება. კაი, ეს მანქანა აგრეთ დაყინებულია ჩაგეტილი და ჩავამტვრევთ, აბა ერთი შუშა, მიდი. გაიღო ეგრევე. ეს მითი მართალია, მაგრამ ერთი აბა სხვაც ვსადოთ. აი ახლა ეს ხო გაჩერებულია და ამას უნდა ეჩალიჩოს რომ გააღოს, ნახე, დაბლიდან. მაგრამ თუ უბრალოდ ჩავლეწავთ, წესით შიგნით აღარ შეყობს ხელს და გააღებს პირდაპირ. აჰა, რა თქმა უნდა, ძმაო, არა. გიჟია ფრანკლინი და ჯეტია რა. მომდევნო და საკმაოდ საინტერესო მითი. თუ სტიკლავზე შეხვალთ და დააჭერთ ჩემს ფოტოს, ნახავთ რომ Black Mamba-ის ორიგინალი მერჩი დაბრუნდა, რაც იმას ნიშნავს რომ ეს მითი მართალია. მოკლედ დაემატა სუცოტა Black Mamba-ის ორიგინალი დიზაინის მაისური кейსი ჭიქები, ბარაზე და საკრავი არა. არა, მარტო მაისური кейსი, ჭიქა და ხუთი. ხუთი ხარავის არ უნდა, მაგრამ მაისური გვაქვს 96 ცალი. აქ უნდა აერჩიოთ Black Mamba ძველი დიზაინი, ზომა, ფერი, რაოდენობა, კალათაში დამატება და შეიძინოთ. ამიტომ იჩქარეთ, იმიტომ რომ 96 ცალი ძალიან ცოტაა და ამ ზაფხულს წესით ყველაფერი ამოიწურება. სტიკლების ლინკი კიდე აღწერაშია რა თქმა უნდა. მეის ბანკიდან სანაპიროს აი იმ გასართობ ცენტრში შეგვიძლია მივიფრინდეთ პარაშუტით და ეჭიმე პარება, მაგრამ წავიდა მიღადაობი? მიდი, 1 2 3 go. გაშალეზმა პარაშუტი? კაი, აჰა, მიდი. აი ესე წავიდა, რავი, იზავს, მივალთ მანამდე, არ ამგონია, მაგრამ ოკეი, წავედით. დავალექოთ ვიდეო ვიყავთ 10000 ლაიქზე რომ ხოლმე გამოვიდეს მომდენო ვიდეო და აღარ გქონდეს პაუზა და მთელი ზაფხული ჩემს ორივე არხზე და შეიძლება მესამე არხზეც დაიდოს ყოველ დღე ვიდეოები. შანსი არა უბრალოდ ბოლომდე რომ მივიდეთ. ბიჭო, მეღადავები შეიძლება მივიდეთ აი ეშმაკის ბორბალამდე არა, მაგრამ სანაპირომდე მივალთ. დრო ეშმაკის ბორბალი ცოტა მაღალზეა, მაგრამ ცადოთ რა ვიცი წავიდეთ ჯერ. მეღადავები რა ცოტა გვაკლია ბიჭო პარკამდე და მაინც და მაინც აქ არა რა. მიდი რა ფრანკლინ, მიდი რა, მარა არა იმენა, რაღაც არასწორად გავაკეთე, თორე აი პალაჟამდე მაინც მივიდოდით. გამარჯობა ჩემო ძმაო. ეს მითი ნახევრად მართალია. თუ წყლის რეზერვუარს ვესურით, იქიდან წყალი გადმოვა. აბა ვნახოთ. შანსი არა ძმა წყალი გადმოვა არა ის. მაგრამ შეგვიძლია გამომწერებს შევახსენოთ, რომ აქედან შეგვიძლია გამოვიწეროთ არხი sub s c r i b
subscribe. არ ვიცი ახლა რამდენად ეკითხება, მაგრამ კაი იქნება თუ subscribe-ს დააჭერთ. თუ მძინარე კატის გვერდით ისული, კატა წამოხტება ოღონდ წესის სასასრულო უნდა წამოხტეს, მაგრამ არა, უბრალოდ გაიქცა და გეტოზე ხალხი ავიკიდეთ. მომდენო და სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო მითი. თუ ხილის ხეს დავეტაკებით მანქანით, ან ნებისმიერი რამე ხიდან ნაყოფი ჩამოვარდება. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ ეხლა აქ ფორთუხლები და რაღაცები რო არის დაკიდებული. ჩვენ თომას და ხა დაუ ბიჭო? ამდენი ხანია GTA-ს თამაშობთ, ეს არ ვიცოდი? აბერტი აქ თამაშას დავეტაკოთ. ბიჭო, ხა დაუ მართლა იყრება, და ოღონ ქრება. საღოლ ძმაო, ეხლა მე ამას რო ვესროლო. არაფერი არ მოსის ქრება. ტყუილია ესე იგი რა, მაგრამ ეს მითი მართალია. თუ NPC-ს მანქანას მოპარა, ვის დაგეკიდება და ვნახოთ, აბა ჩვენ არა წესით ავტომობილის სახელურს უნდა დაეკიდოს. არა. ეს მაგარი ჩმური NPC-ია. აი მაგალითად აგერ ესენი ვნახოთ, ან ეს არა იყოს ცოდო არის, აი ეს. მაგოთა ტიპი ჩანს და პრინციპ კაკხა, პრინციპ კარო კაკა ადამიანს ფულიც გიქნება. გადმოდი, აბა მიდი. ჩამოვეკიდე ხა სახელურს მიდი რა. ყველა რატო გარბის ძმაო ჩვენგან მოდი რა შემეწინააღმდეგე. აი ხა ნახე, ქალი შემეწინააღმდეგება უეჭველი, თუ ქალი არა, კაცი არის დიდი თმებით. მიდი ძმაო ცოლიზისთან აგერ, მიდი. არა ძმა გაგვიხევს ეხა თავს. უკანასკნელი შანსი, მიდი. ამით მივცეთ შანსი რა. დაიგედე კარზე. კაი შენ გადმოდი აბა. მიდი. კაი ძმაო რა 10-დან 10 კაცი გარბის. აი შენ უეჭველი ისეთი ჩანხარო კარზე დაიკიდები და გამომყვები. მიდი. აი ხო არ გაწავა მართალია როგორცაც მართალია და მანამდე მე ვაკეთებდი რაღაც არასწორად. GTA 5-ში თუ პოლიციელს დაჭრი, მეორე პოლიციელი მივა მის დასახმარებლად და ოკეი, აქ ერთი აგერ ეს უკაცრავად მე არ მინდა პროსტა მითებს ვამსხვრევ ხო ხვდებით არა? ნახოთ აბა ერთი აქ ორი პოლიციელი არის დაბლა რომელსაც არავინ არ ეხმარება ჯერჯერობით. დაეხმარეთ ბიჭო ერთმანეთს. მიდი რა, დაეხმარეთ მამას. არა, მე არ ეხმარება ჯერჯერობით არავინ არავის. მე ნუ მესვრით ბიჭო ერთმანეთს მიხედეთ რა. აი წესით უნდა გადაიყვანონ ახლა რა თუ არა. მიდი ბიჭო, მიდი მე მოეხმარეთ რა. აჰა, აი, ავიყვანოთ ესეც. აი ეს მიდის აგერ ბიჭო, იმიდა ვინმეს ეხმარება? აი კი, ხო არ გადაო, მამა შეხედეთო. აი ძმაო, მისმის ადამიანურობა და ჰუმანურობა GTA. ზუსტად თან გვერდით კი არ გაიყვანა, ისეთ გელს მიიყვანა, სადაც მე ვერ დავინახავდი, ამიტომ respect Rockstar-ს ამისთვის და აუყოვნოთ ეს თუ 10,000 ლაიქს. პოსტის ყუთებში ნამდვილად ყრია პოსტამ წერილები და ვიღაცას წერილები გავანადგურე, მაგრამ მართალია ეს მითი. ქალბატონო ერთი მაინც რო დავაზუსტო თქვენი საფოსტო ყუთი მჭირდება და რო ვარდება მე ამოიყრევა იქიდან ეს წერილები ისევე როგორც ის ხილი ვარდებოდა რა, იმიტომ რომ არჩება ქრება. თუ საღებავ სპრეის ესურე იქიდან საღებავი გადმოისხმევა და წესით ეხა საღებავი სპრეები აქ უნდა იყოს სადღაც. აი აგერ, მიდი აბა. ხო არ გადაო კი. გარშემო უბრალოდ არაფერი არ ეხატება, მაგრამ აქიდან ისხმევა რაც მართალია. და გავიდეთ, რომ დღევანდელი ვიდეოს წამდგენია GG დროპი, რომელიც ჩვენი ვიდეოების ერთ გული წამდგენია. აქედან რა მოხდათო? აბა კოკაკოლის ბოთლი. აქედან აფერი არის ხმა. ჩილიათან ეს ხისმორები ნამდვილად სათითაოდებს და არ არის ერთი უბრალოდ ტექსტურა, ამიტომ მოდი გავტესტოთ და მართალია თო, ჩამოიყარა დაბლა ის მორები. საღოლ ძმაო, ესა თუ იყო ნამდვილად არ მეგონა, მე მეგონა რაღაც უბრალოდ ტექსტურები იყო. ეს მითი მართალია, უბრალოდ ძალიან მძიმე მორებია, ხო იცით თქვენ? გადმოვარდი ძმაო. აბა ესენი, არა ესენი ძალიან მძიმეა. მოდი რადგანაც აქ ვართ, მომდენო მითიც გავაკეთოთ და შეგვიძლია მოკლედ მორზე ვიაროთ. გაიარე რა მიდი. არა ანუ მორის საშუალებით ვიაროთ ხო ხდებით არა რომ იბზრიალოს რათა არა არაფერს არ შვება. აბა რომ ავიდეთ და ვესროლოთ. არ შვება არაფერს. ანუ მორის გაგორება შეგვიძლია, მაგრამ მორზე სიარული არ შეგვიძლია. მიდი გადაუარი, აფრინდი, მიდი რა. არაფრინდა გადარჩა. მოკლედ ეს მითი მცდარია. GTA 5-ში ყველა გვირაბში აბსოლუტურად ჩვენი GPS-ი უქმდება. ანუ დაბლა ხო ხედავთ რომ მაპი ჩაუბრალოდ მონიშნულია. შევდივართ გვირაბში და ქრებატო. გადავესმითი რანაირად არის მართალი, არ ვიცი ან რატო არის და ზოგადად ბაგია რაღაც, მაგრამ ნუ მართალია რა, გავიდეთ აბა ერთი.
აჰა, ისევ გასწორდა. აბა ერთი სხვა გვირაბში ვსადოთ. აჰა, სხვა გვირაბი მონიშნული გვაქვს, შევედით გვირაბში გაქრა. ეს მითი ძმა მართალია და არ ვიცი რატო. GTA 5-ის სათვალეები არის ნამდვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სათვალე გვიკეთია, სათვალის ფერის მიხედვით უნდა შეიცვალოს first person-ში გარემო ფერები რა ხო ხდებით. ანუ ეხლა დააკვირდეთ რა ფერია და first person-ში ოდნავ მუქია, ხო? კი. კი, აი, მუქი სათვალე მიგეთია და მუქი ფერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მითი მართალია. თუ სამშენებლო ნაგვის მანქანი სწრაფად ვლით, იქიდან ნაგავი გადმოიყრება და რა ვიცი, მე ჭიმეპარება, მაგრამ ვსადოთ. ჯერჯერობით არაფერი არ იყრება, არა და მივქრი ვარ. მიდი ძმა, ვაი, გადავდივართ აქ რაღაც ფუგაროკებზე, მაგრამ ეს მითი ძმა უცდარია. გამიღე ძმა, კარი, გამიღე. არა, არაფერს არ შვება. ერთი იდეა მაქვს. ვიდეოს ბოლოს 1, 2 და 3 თუ სამშენებლო ნაგვის მანქანი წყალში გადახტები, წყალში ჩავარდები. და როგორ ჩანს ეს მითი მართალია, მაგრამ არ იძირება თო. აჰა, დაიწყო ჩაძირო, ოკეი. არც ნაგავი არ იყრება თან. აი, რა ფიზიკაა ძმა. GTA 6-ში Rockstar გაასწორე რა და 1000 ლაიქზე ვიდეო, subscribe და ხვალვე გამოვა მომდენო ვიდეო. აქაც და მეორე არსი Black Mamba-ის ეპიზოდი.